მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თამილა გიგენავა ფოთიდან და უკვე 1 წელია რაც სკოლარ კლუბის წევრი ვარ და მომხმარებელი ვარ ჩვენი პროდუქციის. არ შემეძლო ამ პატარა ვიდეოთი არ გამოგხმაურებოდი და ჩემი ვადლიერება არ გამომეხატა კომპანიისა და მისი პროდუქციის მიმართ. ქალბატონი მედიას თქმის არ იყოს, ჩემ ცხოვრებაშიც იყო 7 თუ 8 წლის უკან კორალზე ინფორმაცია, მაგრამ რატომღაც მაშინ არ მოусმინე, არც არაფერი მაწუხებდა, ვიფიქრე, წყალში რატომ უნდა გადავიხადო ფული, ეს რა წყალია ასეთი რომ ასე ერთი სიტყვით აღარ დაუჯერე იმ ქალბატონს, აღარ მივიღეთ ეს ინფორმაცია, ცოტა არ იყოს ახლა კი ვნანობ რომ მომესმინა იმ დროისთვის იქნება და არ შემქნოდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ როცა ხელმეორედ მოვიდა ჩემთან კორალზე ინფორმაცია, უკვე ნამდვილად მაწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები, რადგანაც ვინც არ იცის, მე უკვე 13 წელია სტილისტად მუშაობ და ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო მთელი დღეები მიწევს ფეხზე დგომა, შესაბამისად ვერ ვახერხებდი დროულად კვებას, ამ ყველაფერმა ერთად ერთმანეთს დაემატა ეთქობა ეს ყველაფერი ნელ-ნელა და შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. აქედან გამომდინარე მეორეჯერ ეს ინფორმაცია უკვე მივიღე. დავიწყე პროდუქციის მიღება, მაგრამ თავიდან მინდა ვთქვა, რომ ვინც იცის და იცნობს ჩვენ პროდუქციას, კონცეფციით ვერ დავიწყე მცირედით, წყლითა და ნივრის ექსტრატით, რადგან გასტრიტი მქონდა და კუჭი გაღიზიანებული და ვერ ვღებულობდი მცხარე, მჟავე რაღაც ასეთი ნივთიერებებს და იმ დროს მოწოდება იყო, რომ ლიმნიანი წყალი დალიეთ, ნიორი ჭამეთ, რაღაცა ისეთი მოწოდები, რომ ვირუსის აწინააღმდეგო თავდაცვისით მე ამას ვერცერთ ვერ ვღებულობდი, რამდენად გასტრიტი მქონდა და მჟავე ცხარე ასეთ ნივთიერებებს ვერანაირად და მოდი ვიფიქრე კაფსულის სახით მაინც დავლევთქო ამას რაღაც და ასეთი იმით დავიწყე ამის მიღება და ჩემდა გასაოცრად 1-10 დღის მერე ფიქრობ ჩემთვის ზივარ უბრალოდ რაღაცა სხვანაირად ვარ, აი თითქოს რაღაც არ მაწუხებს, თითქოს რაღაც უკეთესად ვარ, მაგრამ ვერ მივხვდი თავიდან რა იყო ეს ყველაფერი და მერე დავფიქრდი ჩემთვის და ვიფიქრე რომ აი თამილა, აი არ მოგცვია ეს კლიმაქსური შეტევები, რომელიც კი ვარ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ეს პრობლემაც დაწყებული მქონდა და ფიქრობ რომ აი ეს შეტევა რაღაცა სხვანაირად თუნდაც იმიტომ ვარ რომ აი ეს შეტევა აი 10 დღის თავზე უკვე მივხვდი რომ აი ეს პრობლემა ერთ-ერთი პრობლემა მოგვარებული იყო. ცოტა მოგვიანებით კიდე მინდა გითხრათ რომ მხარზე გამიჩნდა ხალი, ეს დაბადებიდან ნამდვილად არ მქონდა, რამოდენიმე წლის უკან გამიჩნდა და იმდენად ფენთან მუშაობ და 24 საათი ფენი ხელში მიკავია. მარჯვენა მხარზე მქონდა, მარჯვენა ხელით მუშაობ. ძალიან მიჭირდა აი თავს ძალას ვატანდი რაც აი ასე შეიძლება ითქვას რომ მე მუშავა რომ კლიენტი არ დამეკარგა რაღაცა და ეს სულ ნერვიულობდი აი ვერც მძიმეს ვიკავებდი, ვერც ჩანდას ვიკავებდი მარჯვენა ხელში ძალიან მაწუხებდა რა ერთი სიტყვით ზოგს აქ ხალი, მაგრამ არ აწუხებს და ჩემ იყო შემაწუხებელი ნამდვილად და 1-2 თვის თავზე როცა მე წყალდამას ვხებულობ ზამთრის პერიოდი იყო რაც დავიწყე, მაგრამ იმ დღეს რატომღაც ბრიტელებიანით გამოვედი აბაზანიდან კარადასთან რომ მივედი სარკიანი კარებია და უნდა გავაღო და შევხედე მხარს ეს თმა აწეული მქონდა რა თქმა უნდა ზევი დანაბანი ჩემი ხალი არ არის. ვაიმე ისე გამიკვირდა ეს ისეთ მთლიანად გამქრალი არ იყო როგორც ახლა, მაგრამ დაპატარებული იყო ნამდვილად და ზევიდან თმიანი ბუსუსები გამქრალი იყო. ახლა უკვე ნამდვილად უბრალოდ შრამი დამჩა, თორე საერთოდ არ არის ხალი დაპატარა და დაქრა უბრალოდ წითელი ასეთი შრამივით შემრჩა უბრალოდ. აი ეს ორი შედეგი, ეს 2 თვის თავზე უკვე ასე ცოტა მოგვიანებით ივნისის თვეში მე ვიყავი ჩემი ჩიყვის ექიმთან თბილისში, სხვათა შორის ენდოკრინოლოგიის ცენტრში და რომ მივედი ამ გზაზე რა თქმა უნდა წინა დღეს ვიმგზავრე ნახევრად უძინარი რაღაცა მივედი წნევა გამიზომა მეუნება 120 გაკ 85-თან როგორ ექიმო მეუთხარი ამ წნევაზე ნამდვილად სუდად ვიქნები მე ვარ 90-60-ზე იყო ჩემი ნორმალური წნევა არ არსებობს მეუთხარი ახლა ამ ხელა წნევა მქონდეს თან ამგზავრი ვარ თან ნახევრად უძინარი რაღაცა და ასე კარგად გრძნობდე თავს ეს აი ეს მესამე შედეგი ჩემი ის იყო რომ წნევები დამირეგულირდა ძალიან გამიკვირდა და არ ველოდებოდი ნამდვილად ამდენ შედეგებს. ახლა უკვე დიდი დროა გასული და უკვე კონცეფციაც გავიარე, შედეგი მივიღე, რა თქმა უნდა, კუჭნაწლავის პრობლემებზეც და კლიენტებიც ამჩნევენ რომ უფრო ენერგიულად ხარ და ლაპარაკში გეტყობა რომ ეს ენერგია არის მოზღვავებული ჩემზე. დიდი მადლობელი ვარ პროდუქციის დღემდე ვსვამ და ვღებულობ ყველანაირ პროდუქციაზე წყალი განსაკუთრებით ეს ჩემი მეგობარია და ხუმრობითაც შემჯადოს ნურ წყალსაც ვძახი 24 საათი მიდევს ჩემ მაგიდაზე და კლიენტებიც ხედავენ და სულ მეკითხებიან კი მაგრამ სულ უნდასვა რატომ რამდენი ხანი რატოსვამ რა ხდება მეუნები სულ უნდა დავლიოს სანამ ცოცხალი ვიქნები იმიტომ რომ იმდენი სიკეთე მომიტანა ამ წყალმა და ჩვენმა პროდუქტმა რომ
ნამდვილად უარს ვერ ვიტყვი. აი ასეთი მცირედი შედეგები და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, ვინც დამიჯერა და გასინჯა ჩვენი პროდუქცია და ჩემმა კლიენტებმა თუ ახლობლებმა და გამოიყენეს, ყველა მემადლიერება არც ერთ ადამიანს არ უთქვია, რომ ეს რა გამასინჯე, ეს რა მაყიდიე,